როდესმე თუ გითქვამთ, ჩემით მივაღწიე ყველაფერს და ხალხი ამაყად ამბობს, რომ კი როგორ არ მithქვამს და ასეც არის, ჩემით მივაღწიე ყველაფერს და მე ვეკითხები ხოლმე, რომ მაგალითად სამშობიაროდან სახლში შენით მიაღწიე, თქვენც გითხავთ, მოდი მაყურებელს. ყველაზე მავნე ჩვევა მავნებულური რჩევა, რაც მე მიმიღია, არის რომ შენით უნდა მიაღწიო ყველაფერს, წარმატებას მარტო უნდა მიაღწიო, ხალხი არ უნდა შეაწუხო და ასე შემდეგ, ხო? მთელი ჩვენი სანაცნობო იყოფა ძლიერ კავშირებად და სუსტ კავშირებად. ნაკლი რა ქონიათ ახლა ძლიერ კავშირებს, იცით? იმდენად თქვენნაირები ყოფილან, რომ მათგან ახალს და განსხვავებულს ვერაფერს გაიგებთ. შეიძლება თქვენ ვერ ხედავდეთ, მე მქონია მაგალითები, როდესაც ხელოვნების ან მედიცინის სფეროში მყოფმა ადამიანმა სრულიად განსხვავებულად დამანახა რაღაცა და გაადვილდა ამოცანის გადაჭრა, იმიტომ რომ მე ბიზნესური თვალით უყურებდი და ის ადამიანი არ უყურებდა ბიზნესური თვალით. მოგესალმებით. ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ძლიერი და სუსტი კავშირების შესახებ. ეს ნეტვორკინგის თემიდან არის და მოკლედ პატარა შესავლით მინდა დავიწყო. ესე იგი თქვენ რა ვიცი შეიძლება გსმენიათ, მოკლედ მე ვამბობ და ვამტკიცებთ, რომ ყველაფერი არის ნაცნობობით და ჩვენ ტრეინინგებზე ხშირად ძალიან გაცხოველებული დისკუსია გამოუწევია, ასე ვთქვათ, ამ მტკიცებას, რომ ყველაფერი ნაცნობობით არის და ვიღაცა ცხადია, რომ შემედავება და მე იტყვის, რომ არ არის ყველაფერი ნაცნობობით, ესე იგი და ხანდახან ამბობენ ხოლმე ამ შეკითხვასაც ვსვამ, რომ როდესმე თუ გითქვამთ, ჩემით მივაღწიე ყველაფერს და ხალხი ამაყად ამბობს, რომ კი როგორ არ მithქვამს და ასეც არის, ჩემით მივაღწიე ყველაფერს და მე ვეკითხები ხოლმე, რომ მაგალითად სამშობიაროდან სახლში შენით მიაღწიე, თქვენც გითხავთ, მოდი მაყურებელს. სამშობიაროდან სახლში თქვენით მიაღწიეთ? ესე იგი თქვენით არ მიგიღწევიათ მან, ხო, ალბათ მშობლებმა და ახლობლებმა მიგაღწევინეს. ქართულად საუბარი და მშობლიურ ენაზე თქვენით ისწავლეთ? არა მგონია მან დასადებითი იყოს პასუხი. ალბათ ურთიერთობები და მეგობრობა ისწავლეთ თქვენით თუ სხვებმა გასწავლეს. მოკლედ საქმეზე რომ მიდგება, აღმოჩნდება რომ ყველაფერი რაც ვიცით და ყველაფერი რასაც მივაღწიეთ ადამიანების დახმარებით, ხო? ეხლა ცხადია აქ სიტყვების თამაშია, რომ ჩემით მივაღწიე ყველაფერს იმას ნიშნავს ხოლმე, რომ მე ჩემის გასაკეთებელი გავაკეთე და არ ყოფილვარ ზარმაცი, არ ყოფილვარ უქნარა და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ იმის თქმა, რომ ჩემით მივაღწიე ყველაფერს, სიმართლეს პრაქტიკულად არასდროს არ შეესაბამება. სიმართლეს შეესაბამება ესეთი მტკიცება, რომ ჩემი გასაკეთებელი რაც იყო, მე გავაკეთე, დანარჩენებიც დამეხმარნენ, ოჯახის წევრები, კოლეგები, უფროსები, მასწავლებლები და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში გამოვიდა ის, რაც გამოვიდა, ხო? ამის შემდეგ ამას თუ გაიაზრებთ, თქმა, რომ ჩემით მივაღწიე ყველაფერს ნიშნავს უგულებელყოფას აი ამ ყველა ასობით და ათასობით ადამიანის დამსახურების და ეს არაფრით არ გამოვა, ხო? ამიტომ ყველაფერში გვჭირდება მოკავშირეები. ცალსახად ნებისმიერ საქმეში ქართული გამოთქმაა, რომ მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაო, ხო? მართალია და ასევე არის გამოთქმა, რომ თქვენი ცნობიერება არის უღრანი ტყეო და იქ მარტო არიაროთო. ანუ ფიქრია და გააზრება, იქაც კი მოკავშირეები გვჭირდება, ხო? ეხლა აი ამ თემას მინდა მიუძღვნა ეს ვიდეო ფაქტიურად და აქედან არის ეს ძლიერი კავშირები და სუსტი კავშირები. ვინ გვჭირდება უნდა დავფიქრდეთ, იქნებ ყავს სულაც ის ყველა ადამიანი, ვინც გვჭირდება და არაფერიც არ გვჭირდება, ხო? ერთი არის ვინ ყავს და მეორეა ვიყენებთ თუ არ ვიყენებთ ამ ხალხის რესურსებს, ხო? ეს ცალკე პრობლემაა, ხო? ყველაზე მავნე ჩვევა მავნებულური რჩევა, რაც მე მიმიღია, არის რომ შენით უნდა მიაღწიო ყველაფერს, წარმატებას მარტო უნდა მიაღწიო, ხალხი არ უნდა შეაწუხო და ასე შემდეგ, ხო? და მარტო მე არ ვაზიარებ ამას, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი აზიარებს, რომ მაშინ გახდა მათი წარმატება რეალურად მასშტაბური, როცა მიხვდნენ, რომ სხვა ადამიანებს უნდა დაეყრდნონ, მოკავშირეები უნდა ეძებონ და რაღაცა გაერთიანებულად უნდა მიაღწიონ შედეგს, ხო? ეს პატრიოტული შედეგი იქნება, ბიზნეს შედეგი იქნება თუ სამეცნიერო, ყველა მიცის, რომ ძალა ერთობაშია, ჩვენ იმაზე წაწერია გერბზე, ხო? ხო და ამიტომ ჩემით მივაღწიე და მარტო ჩემით უნდა გავაკეთო, მოკლედ ეგ არ არის რეალობა. ხო, მოდი ახლა ვიფიქროთ ამ მიმართულებით. ხო, მანამდე
სანამ გავაგრძელებ, მინდა ვთქვა, რომ ეს ვიდეო მე ჩემით არ გამიკეთებია და დამსახურება ამ ვიდეოს გაკეთებაში მიუძღვით ჩვენ სპონსორებს და ჩვენ კლასიკური გაგებით სპონსორები არ აქვს, შეამჩნევდით, მაგრამ ჩვენი არხის და ვიდეოების სპონსორები არიან ჩვენი ტრეინინგების დამკვეთები და მონაწილეები, ანუ თქვენ ვინც გვიკვეთავთ და მონაწილეობთ ჩვენ ტრეინინგებში, გვაძლევთ რესურსს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ იმისთვის, რომ უფასო და ხარისხიანი მასალა შევქმნათ და გავაზიაროთ. ასე რომ დიდი მადლობა და ინფორმაცია ჩვენ ტრეინინგების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე flowmaster.g. ეხლა ვილაპარაკოთ სანაცნობოზე, ანუ იმ მოკავშირეებზე, ვინც გვჭირდება, ხო? და გვეუბნებიან ერთ-ერთი საინტერესო მიდგომა აი ამ სანაცნობო ქსელზე ფიქრისას არის, რომ ჩვენ გვყავს, რასაც ქვია, სუსტი კავშირები და ძლიერი კავშირები. ანუ მთელი ჩვენი სანაცნობო იყოფა ძლიერ კავშირებად და სუსტ კავშირებად. ანუ strong ties შეიძლება ბმებად უთარგმნოთ, შეიძლება კავშირებად, კავშირები უფრო გასაგები იქნება ამ შემთხვევაში, ხო? ეხლა ვინ არიან ეს ძლიერი კავშირები? ძლიერი კავშირები არიან თქვენი ნაცნობები, ვინც ორი რამე გამოარჩევთ. ერთი, რომ მათთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა გაქვთ და ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი ხალხი ხართ. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ნათესავი, მეგობარი, თანამშრომელი, კოლეგა, მეზობელი, რომელთანაც ინტენსიური კომუნიკაცია გაქვთ, ხო? ძლიერი კავშირები არის ჩვენი ახლო და აქტიურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები და მეორე, ესენი არიან თქვენნაირები. დაახლოებით თქვენნაირი განათლება აქვთ, დაახლოებით თქვენნაირი მატერიალური შეძლება აქვს. დაახლოებით თქვენნაირი ფასეულობების სისტემა აქვს. რაც თქვენ გიყვართ და აფასებთ, ისინიც მეტნაკლებად იგივე უყვართ და აფასებენ. და აი სამეგობროს რო გადახედოთ და საახლობლოს მიხვდებით, რომ საკმაოდ ერთნაირები ხართ ბევრ რამეში. რა თქმა უნდა არის განსხვავებები, მაგრამ გაცილებით მეტი არის საერთო ვიდრე განსხვავებული. ხო, ეს არის ჩვენი ძლიერი კავშირები. ეხლა სუსტი კავშირები ვინ არიან? ყველა ვისაც ვიცნობ და არ არის ძლიერი კავშირი, გამოდის სუსტი კავშირი. ეს არის ჩვენგან განსხვავებული ხალხი, განსხვავებული პროფესიის, განსხვავებული სოციალური ფენის, განსხვავებული ქვეყანაში მცხოვრები, განსხვავებული ქალაქში მცხოვრები, განსხვავებული შეხედულებების, მაგალითად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, განსხვავებული წარსულის და გამოცდილების, განსხვავებული მისწრაფებების და მიდრეკილებების, ხო? თქვათ, ბიზნესმენები შეიძლება ერთი მისწრაფების ხალხით ჩავთვალოთ, ხელოვნების ხალხი სხვა მისწრაფების. ანუ ბიზნესმენი და ხელოვანი შეიძლება სუსტ კავშირად ჩავთვალოთ. ახლო მეგობრები თუ არიან, აღარ იქნებიან სუსტი კავშირი, მაგრამ ის თუ აფინანსებს რაღაცა ფილმს ან წარმოებას, რომელშიც ეს მონაწილეობს, მათი კომუნიკაცია საკმაოდ სუსტი იქნება შორიდან, ასე ვთქვათ, და შეიძლება ჩავთვალოთ სუსტ კავშირებად. ეხლა რატო გვინდა ეს გაყოფა, ასე ვთქვათ? იმიტომ რომ თურმე სარგებელი, რომელიც მოაქვს ძლიერ კავშირებს, სულ სხვა არის და სარგებელი, რომელიც მოაქვს სუსტ კავშირებს, სულ სხვა ყოფილა, ხო? დავიწყოთ იმითი, რისთვის გვჭირდება და გამოგვადგება ძლიერი კავშირები. და ამაზე გვეუბნებიან, რომ თქვენი ძლიერი კავშირები არის თქვენი დასაყრდენი და თქვენი უსაფრთხოების ბადე. აი შენობებზე რო არის უსაფრთხოების ბადე, რომ იქ მომუშავე ადამიანი რო გადმოვარდეს, ესე იგი არ დაშავდეს, აი ეს ბადე დაიჭერს. ასევე თქვენ როცა მიცოცავთ ოცნების კოშკზე, ანუ ცდილობთ, რომ თქვენი ცხოვრება ისეთი გახადოთ, როგორც გინდათ, ხანდახან გადმოვარდებით ხოლმე, ფეხი დაგიცდებათ და როგორც კი ფეხი დაგვიცდება, ჩვენი აი ეს ძლიერი კავშირები, ჩვენი ახლო ხალხი დაგვიცავს და დაგვიჭერს. დაგვიცავს მატერიალურად, დაგვიცავს რჩევით, დაგვიცავს იურიდიულად, დაგვიცავს ფსიქოლოგიურად და ასე შემდეგ, ხო? ანუ ძლიერი კავშირები თურმე ყოფილან დასაყრდენი, ანუ ძალა მოდის ძლიერი კავშირებიდან და გარისკვა უფრო ადვილია, რომ დიდ მწვერვალებს შევეთამაშო, როცა ვიცი, რომ რაღაცა უსაფრთხოების თოკი ან ბადე მაქვს, ასე ვთქვათ, რომელიც დამიჭერს, რომ რაღაცა არ გამომივიდეს, ხო? ნაკლი რა ქონიათ ახლა ძლიერ კავშირებს, იცით? იმდენად თქვენნაირები ყოფილან, რომ მათგან ახალს და განსხვავებულს ვერაფერს გაიგებთ.
ანუ შენ რო წახვიდე და ძლიერ კავშირებს რჩევა კითხო რაღაც საკითხზე ან მოსაზრება კითხო დიდი შანსია რომ მისი მოსაზრება ემთხვეოდა შენ მოსაზრებას და ეგეთი მრჩეველი რადგინდა რომელიც იმას გეუბნება რაც შენ ისედაც იცი ხო ანუ აღმოჩნდა რომ ძლიერ კავშირებს ორი ნაკლი აქვს ერთი ნაკლი აქვს რომ მისი შეხედულებები ხშირად ბუნებრივად ემთხვევა შენსას და მეორე როცა შეხედულება განსხვავდება შეიძლება გული არ დაგწყვიტოს იმდენად გაფასებს გული არ დაგწყვიტოს და არ გითხრას რომ განსხვავებული შეხედულება აქვს. ხვდებით, გაგიფრთხილდეს და რაღაცას არასწორად აკეთებ. ცუდად არ გიხდება რაც გაცვია, მაგრამ არ გეუბნება ეს ადამიანი, იმიტომ რომ ძალიან უფრთხილდება შენ კარგად ყოფნას და შენთან ურთიერთობას. ძალიან კარგი რამეა ძლიერი კავშირები, მაგრამ თავის ძლიერი მხარეები აქვს და თავის სუსტი მხარეები აქვს. ეხლა ვილაპარაკოთ რისთვის გამოგვადგებიან და რისთვის გვჭირდებიან სუსტი კავშირები. სუსტი კავშირები თურმე გამოგვადგებიან განსხვავებული აზრის გასაგებად და მოსასმენად. პრობლემას თუ ვერ ჭრით, ხო? ნათქვამია, რომ პრობლემა არ გვარდება აზროვნების იმ მეთოდით და გზით და აზროვნების იმ დონეზე, რა დონეზეც შეიქმნა ეს პრობლემა, ხო? შეიძლება თქვენ ვერ ხედავდეთ, მე მქონია მაგალითები, როდესაც ხელოვნების ან მედიცინის სფეროში მყოფმა ადამიანმა სრულიად განსხვავებულად დამანახა რაღაცა და გაადვილდა ამოცანის გადაჭრა, იმიტომ რომ მე ბიზნესური თვალით უყურებდი და ის ადამიანი არ უყურებდა ბიზნესური თვალით. იგივე გამოცდილება მაქვს, ხშირად როდესაც რაღაცას ურჩევ ხელოვნების ადამიანს, ან სპორტში ჩართულ ადამიანს ძალიან კარგად მოქმედებს, იმიტომ რომ იმის გარემოცვა სულ სპორტსმენები და სულ ისინი არიან ხელოვნების ხალხი და ბიზნესის ადამიანის შეხედულება არც გაუგია არ ახავს, ასე ვთქვათ. მე ვარ მათთვის სუსტი კავშირი და შეიძლება მათთვის კარგი მრჩეველი ვიყოთ. თქვენთვისაც შეიძლება სუსტი კავშირი ვიყოთ. ახლა თქვენს თუ ტრენერი ხართ ჩემნაირად და დაახლოებით თქვენს თუ 15 წელი ბანკებში მუშაობდით და 20 წელი IT-ში და ასე შემდეგ, მოკლედ შეიძლება ზუსტად რასაც მე ვლაპარაკობ აბსოლუტურად და თითქმის ემთხვეოდეს თქვენ მოსაზრებებს, მაგრამ თუ ხართ განსხვავებული აზრის მატარებელი და განსხვავებული გამოცდილების შეიძლება თქვენთვისაც რაღაცა ახალი და განსხვავებული იყოს ჩემ საუბარში და მაგალითად ამ ვიდეოში, ხო? ნაკლი რა აქვს სუსტ კავშირებს? სუსტ კავშირებს ვერ დაეყრდნობით. სუსტი კავშირები არ არიან ძლიერი კავშირები და თქვენ რო გადმოვარდეთ და პრობლემა რო შეგექმნათ, სუსტი კავშირები გააგრძელებენ თავის ცხოვრებას, ხო? ანუ რამდენადაც მრჩეველად გამოდგება და სიმართლის თქმელად და განსხვავებული აზრის მომწოდებლად გამოდგება, იმდენად არ გამოდგება დასაყრდენად, ასე ვთქვათ და იმედის წყარო ვერ იქნება, ხო? ეხლა პრაქტიკულად რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ამ ვიდეოს პრაქტიკული ღირებულება შევმატოთ, ხო? პირველ რიგში მოიწონეთ ეს ვიდეო თუ მოგწონთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვენი ლაიქებით YouTube-იც და ჩვენც ხვდებით როგორი ვიდეოები მოგწონს და მე იქით მიმართულებით ვმუშაობთ, რომ ისეთი ვიდეოები შემოგთავაზოთ და ასევე ჩვენი არხი გამოიწერეთ, იმიტომ რომ ყოველ კვირა ვათავსებთ საინტერესო ვიდეოებს და თუ გინდათ რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი ვიდეოები, არხის გამოწერა დაგეხმარება თამაში. ეხლა სანაცნობოს თვალსაზრისით რა შეიძლება გავაკეთოთ? პირველი, გაანალიზეთ თქვენი დამოკიდებულება საერთოდ მოკავშირეების და მათი რესურსების გამოყენების მიმართ. მარტო მივახციე ყველაფერს აზრი ხო არ შეგეპარათ თავში. არ შეაწუხო ბიძია, ესე იგი ხო არ გამოყვათ ბავშვობიდან და ასე შემდეგ. ყველა დიდი წარმატება არის კოლექტიური და თქვენ დაგჭირდებათ გუნდი და მოკავშირეები და ხალხის შეწუხება დაგჭირდებათ ძალიან ბევრი იმისთვის რომ მაგარ რაღაცებს მიაღწიოთ. ეხლა გადავიდეთ ძლიერ კავშირებზე. ჩამოწერეთ თქვენი ძლიერი კავშირების სუპერ 20-ული. 20 სახელი და გვარი დაწერეთ, ვის იმედიც გაქვთ, აქ შეიძლება თქვენი ოჯახის წევრები იყვნენ, მეგობრები, კოლეგები და ასე შემდეგ, ხო? სუპერ 20-ულს იმიტომ ვამბობ, რომ შეეცადეთ ისეთი ხალხი, აი ტოპ 20, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად ვინც გეიმედებათ. ვიღაცა ფინანსურად შეიძლება გეიმედებოდეთ, ვიღაცა რჩევით გეიმედებათ, ვიღაცა ჯანმრთელობით გეიმედებათ და რა ვიცი, რაც არის თქვენ რეალობაში, ეს ჩამოწერეთ და მერე იფიქრეთ, სად შეიძლება ეძიოთ საინტერესოა ეს სუსტი კავშირები. მოკლედ, რა გაკლიათ? მე მაგალითად რაღაც ეტაპზე ჩემი ნეტვორკი რო გავაანალიზე, აღმოვაჩინე, რომ სამედიცინო სფეროში არ მყავდა ნაცნობები, ხო? მაგალითად, ხელოვნების სფერო ასევე შორია ჩემგან შედარებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ ნაცნობები მყავდა, იმიტომ რომ ჩემი და იყო ხელოვნების სფეროში დიდხანს და მისი მეშვეობით, ასე ვთქვათ, დავკავშირდი ამ სამყაროსთან, მაგრამ სამედიცინო სამყაროსთან არ მქონდა კავშირები და მე რაღაცა ნაბიჯები გადავდგი და
შევეცადეთ ისეთი საინტერესო რჩევები და ისეთი საინტერესო ურთიერთობები და მეგობრობაც კი შედგა, ასე ვთქვათ, მაგ სფეროში, არადა ძალიან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ძალიან ბევრ რამეზე და ზუსტად ეს მეხმარება მე, რომ სხვადასხვა მხრიდან შევხედო რაღაცას. ანუ სუსტ კავშირებს ძალიან დიდი როლი აქვთ და მოკლედ გააძლიერეთ თქვენი სუსტი კავშირები სანაცნობო, არ ჩათვალოთ, რომ ექიმი თუ ხართ, მარტო ექიმები და ფარმაცევტები გაინტერესებთ, იურისტი თუ ხართ, მარტო ისინი მოსამართლეები და გაუმძიებლები, მოკლედ სუსტ კავშირებს ძალიან დიდი წვლილი აქვს და მნიშვნელოვანი, ხო? და ასევე დატვირთეთ თქვენი სანაცნობო. ანუ შეაწუხეთ ბიძია თუ დეიდა, არ არის რომ არ შეაწუხო, ხო? რომ დატვირთავთ და რაღაცას რომ თხოვთ ადამიანს, ხო, შესაძლებელი უნდა იყოს და უხერხული არ უნდა იყოს, ხო? მერე დაიტვირთები მადლიერებით ამ ადამიანის მიმართ და მერე შენც დაიტვირთავ თავს, რომ ამ ადამიანს პატივის ცე და ცალმხრივი თამაში არ გამოვიდეს, ხო? მხოლოდ ასე ინტენსიური გამოყენებით სუსტი და ძლიერი კავშირების მიიღწევა მნიშვნელოვანი წარმატება ნებისმიერ საქმეში, თვითრეალიზაცია ნებისმიერი მიმართულებით და საბოლოო ჯამში ბედნიერება მიიღწევა მხოლოდ სხვებთან ალიანსების და სხვების დახმარების მეშვეობით. ეს არის რაც ამ ვიდეოში მინდოდა მეთქვა, მადლობა ყურადღებისთვის და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.